გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით. ზესტაფონელებმა ვაკეში ძროხა ჩამოიგდო. დედა ბიჭო, ამისთანა კაი არაფერი არ გვიქნია ცხოვრებაში. რა კაი ქენით რო ჩამევიყვანეთ ჩვენი ძროხა ზესტაფონიდან, ძროხა არ ჩამევიყვანეთ, გოგო, ბიზნესი ჩამევიყვანეთ, გოგო, ბიზნესი. იმას ახლა ძემო აქვს ძროხას, მე იქნა ყველი ამოყვას, იქნა ადუღი, იქნა ხაჭო და კაი მართლაც. ავშენ, ეს თუ არ შევიერთო ეს სახლი, მალე ცოტა ხანში აგინე. კი, უნდა მივიერთოთ, უნდა ვიყიდოთ. არა, გლახა უნდა იყო. დასკდებიან ბოღმით და შურით და იხჩობიან ეს ვაკელები. დედა ბიჭო, რა კაი ხასიათზე და გლახაზე რა უნდა იყო, ფიზიკურად არ ვიცი. ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა თქვას, ვაკელები დავიჩოქებს ზესტაფონელ ქალს, სასწაულების მემჯერამ, ჩემზე არის მასიმღერამ. ზესტაფონელი ლეიდი გაგა ხართქო, რო გეუნები ქე წითლდები მაგაზე, გოგო, არა და ხმაგა აქვს უნიკალური, უნიკალური. ბიჭო, დავდადი საქანა ახლა და ნუ მეღლაბუცებს ლახат. იარონ მერე, გოგო. გადი კაცო იქით. ას მიშლია მე. ხასიათზე ხართ, რა კაი ხასიათზე ხართ, ეცოლქმარი ამ დილაუთენი. მეცა შე რატო ხარ გლახაზე რა ვარ? რატო? რა მე მოხდა დედა? თელი სახლი რო ყარს, მაგითო ხო არა? შენე ვიდეო. მეცა გაჩერდი ახლა, რომიკო ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაკელების დუხის სუნათ რო აყროლებური ეკორპუსი მაქს უნგულისხმო. ხო, რაღაც გულისხმობ ზუსტად დიო. აბა, სადა ის ზოხავი ზალაში რო აღარ ამბია იქანა. გიჭკობი. სად არის და მაღაზიაში ჩაუშვი ნამსხრის პრიპასებზე. აი ნაგა. ბალკონზე არის ბიჭო, მამაშენ მაგადააბა ჩეროში. დედიკონა, რა მაინტერესებს ის? ეს არ მეუბნება, შენ მაინც მითხარ. რა სიკტილად გვინდოდა ეს ზოხა, რო ჩამებიყვანეთ ამ ვაკეში ამ ზესტაფონიდან. შენ რომიკო, რაც ხარ მომწონხარ დედიკო. რა შენც რაც ხარ ფრონტს კი ხო არ გახდი, შვილო? რას ლაპარაკობ, დედიკონა? ხო არ გადაგაჯიშეს, იმიათ, ყავათრობიებმა. დედიკონა, მე ვინ უნდა გადავაჯიშოს, დედიკონა? იმ ზოხას რაღაცა რა მგონია, იცი? რაღაცა ნამეტანი გლახა ვაიბი მოაქვს ამ შუაგულ ვაკეში. ვაიბი და პირიშე. დავაიბე და თავში მე ვაიბი მაგ. იცოდე რომიკო, სალიტერატურო ზესტაფონურში ასეთი უშნო სიტყვები არ გამაგონო, იცოდე? არ დავიქრინჯე ზესტაფონელი ქალი. გადმომდო, თამონა ძალიან არ მომწონს მე ამ ბავშვის ლაპარაკი და მეორე ბავშვი ხო არ დავაორგანიზოთ ახლა. რა იქნება? გადი, სირცხვილია ბავშვი. რა არის ხალო, სირცხვილია, ავტობანზე რო ფსაო და მანქანები რო გადიგამოდიან და მიყურებენ. ხო ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება ხალო. აგანა თუ კეთარ. ეგანა. მე ვიდე. სულ ასეთ მომენტში შემოდია. რაღაცაა შუაგულ ვაკეში გლდანი საგავსაყრელი რატო დგას? აუ მართლა რაღაც სული დგას თუ მეჩვენება. რაღაცნაირი სული დგას. ახლა. ანუ ამას შეხედეთ. პუფი. თანამედო. თემი ხახაფეხზე. რა ხოქში თავი გამბია. ეს არის ძროხის საჭმელი ტუკი. შტერი. ხო, ტუკი, თივის ტუკი. ტუკი, ანუ სადაურია ტუკი. ფუთური. ფუთური? იო. ფუთური. ფუთურამე ახალი სლენგია თუ რა? არა, ფუთი არ გაგიგია, გოგო. სლენგი კი არა, ზესტაფონიდან 8 კილომეტრშია ეს სლენგი. შტერები არიან. თუ ძალიან გაინტერესებს. ზესტაფონი თუ უფრო გაინტერესებს, აი ახლა აღდომეები მოდის, ჩამოით იქით და კაის დავკლავ, კაის შევკლავ, კაის გამოვაცხობ და ვიქეიფოთ, ვიგუგუნოთ. რა მოდისო? აღდომეები მოდის გოგო. აღდომეები? აი გეხვეწებ ხო, ანუ აღდომეები მოდისო, აი გთხოვთ რა ხალხო, აი წელიწადში 3 დღე მაქვს მარტო ბედნიერიო, აი მაგ აღდომეებზე მიდიხართ ყველა და ვაკე და თბილისი ზოგადად თავისუფლდება რა. აი ეგ არის ჩვენთვის ყველაზე მაგარი. ეხლა ამას რა უნდა? ანუ 3 დღე ამათან ჩავიდე. აი გთხოვთ წელი. დედა მომიგონა, ეცი ახლა შეიძლება ის პატევი და უკეთეს, იკეთე, მედი კიდე, რა. ო, დაანები თავი მამიკო, არ უნდათ ნუუნა ჩვილო. არ უნდა ნუ. ამას შეხედე, გიხვეწებ, შვილო. კიდე ის. ძალიან გთხოვ, აი მაგ წინდაში რო ეგ ჩატანებული გაქვს ეს ამხელა ფულე სპორტული შარვალი. ამოიტანე, გთხოვ, რა წოდვა, ნახშვილო და ინანიეთ კაცობრიობის თუ რა ჯანდაბახტე. რა
სპეციალურად ხარისხიანი ნასკები უყიდე გავს, მეტი შეიმშეს, რომ მოვატყო და მამის მერე ქალბატონი და ამოკეცილი მქონდა ის არ მოგწონდა იმას ორანგუტანგს გავხარა ცხელს ახლა ის მაგ რა ქვია ჩატანიებული მაგ ეს და რა გინდა ვერ გევიგე რატომ ეჩხუბები რა გინდა გვერდზე გაიხედე ოში აუ შეხედე რა სახეც რო პირველ ყოფილის აქვს გთხო აუ მეშინი ახლა ქვის ხანაში არ გამბრუნე გონია რომ მაიმუნი უნდა გადმოხდეს და იქ მამის მერე ქალბატონი და მე ის რომიკო აღარ ვარ ვისაც თქვენ იცნობთ. დაახლოებით 2 წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ და მე მგონი ძალიან კარგად მოვერგი აქოურობას, ხო? აქოურობა შეგენაცვალე. მომისმინედე შეიძლება შენ ზესტაფონი დატოვო შვილო, მაგრამ ზესტაფონი შენ არასდროს არ მიგატოვოს. სულ შენთან ასე უნდა იყოს. მე რა სად უნდა იყოს? რომიკონა მომისმინე დედიკო. აი შედი ახლა სახში და ის შენი ოთახი როგა გმირიარებული. მიდი კარგად მიაბზიალე დედიკო. ხო და მე ის შკაფი კიდე შენ და მამაშენმა გადაგდით რა იქნება ვერ ვწიკულობ კაცო მე. ხო და ის კიდე რომ რჩებით მე მაგ საქმეებს პატარა წევილუკმოთ წევიჭამოთ. კი რაღაცებს წავიქანა და ის ფული რომ მოგცა კიდე მამაშენმა. მომამჭინდი არ გაფლანგო იცოდე დედიკო. კაი დედიკო, დავალვიზარ ყველა. არა ეს არ გინდა. ქალმა 15 ქართული სიტყვა თქვა და 14 ვერ გავიგე. გრამატიკის მკვლელები! ის კერო ძროხის ძუძუ და ფოსფოქსი და რომ ხავს კიდე მინდა როიცა ფისია ბღავი ახლა დადაც კაი ხო დაწყაჭარდი პანიკის გარეშე პანიკის გარეშე ხო აუ ერთი წუთი რა ჰა გომიდი ფეხი ანუ ეს პუფი არ არის ხო როგორ ჩავთანხმდი არა ანუ ძროხა იყვება ამ რაღაცით ხო ხო და ანუ ძროხათა ყავთ აგაშენა ეს კაი გოგო არის არა ყველაზე ჭკვიანი ეს არის და უკვე მესამე კლასის ლოგიკაი ანუ ერთი წამია ხო ანუ შუა ბაკეში ძროხა ყავთ მეიცა გაჩერდი ახლა შენ მოდი აქ დავიდექი აქანა საცხოვრობ შენ სათხარ ბაგებში მე დააკვირდი ხალო თვითონ სიტყვა გეუბნება ანუ ბევრი ბაგერი აქანა იყო ძროხები ცხოვრობდნენ და მე დააშენეს ზეიდან გარბოსები ანუ მოდიაო მართავს გეუბნება გამოისტერიკის გარეშე აქანა თავიდან იყო ნაკელი და მე დასახთა ვაკელი კაცრავად ანუ ძროხა ის არ არის რაღაც უცნაური ცხოველი როა საყვარელი უცნაური ხარ ქალო შენ მე რატო ძროხა გადასარევი ბუნჩულა ცხოველია რას მაგრო ამყავდეს კაი მოიცა ერთი კითხვა მაქვს ახლა ძროხა ხო ჭამს მწვანე ბალახს ხო ძირითადად კი და ანუ იწოლება თეთრ ძეს ხო და ანუ რატო იწოლება თეთრ ძეს ანუ ხომ მწვანეს რო ჭამს ხომ მწვანე უნდა მოიწოლო დენახე რა კაი კითხვა და სხვა ახლა დენახე კიდე კაი ფუნაზე არის ის რამე თუ რამდენი კითხვები წამოვიდო და ხო ვიდე ფუნაზე გამახსენე რაღაცა სახში ნარგვები არ გააქვთ ნარგვები ნარგვები სცენარეები ხო ეს კაი გოგოა თქო ჭკვიანია მოდი მე წავიკითხე წიგნები მოკლედ მე მაქვს სახში ავოკადოს და მარაკუიას ხე ნარგვები ფუნა არ გინა მერე მაგისთვის წამეიღებს კარგად ან წუნწუხ თუ აწუნწუხებ იმას ფუნა რა არის არ ვიცი დედა ფუნა რა ფრაგითხარ ნაკელი ანუ ფუნა ნაკელი რა ფრო უხსნა თავის კაი ახლა დედა შენ ზირად ღირებულს უნამოსო რაღაცა ცუდი სუნი შეერევა და აკოთდება ეგ არის ნაკელი რა ფრაგითხრა ახლა რატო უნდა გოგო ამათ მე მგონი რაღაცა ბიოლოგიური იარაღი აქვს და ჩვენი ამოწყდა ამოჯუჯუა არა თქვენ რა მოწმედა მაგაში ფულს ვაზრე ხოლმე ხანდახა მე შოგებით რომ მაგ სახში ვიყო ესენი ჯანმრთელები არ რა ვიცი მე ეცეთი ანუ მე მინდა და რა პირველ დღე ვნახავ თვითონ ძროხა კი და
თვითონ ძროხა კიდე რა ხო? ხერხზე მიდიხარ ძამი ახლა. კაი, მიდი, მაგრამ უკან არ დაუდგე, წიხლი იცის. მიდი შეყევი გოგო. არ გამიგიჯო ძროხა შეყევი. შეყევი, არ დააფეთოს. ამანა გააფეთოს თვითონ ძროხა. მაგას გეუნები მე აღარ მეიწველება თუ გაჭრა ის აღარ თვინა. მე ხო არ მოვა. დათუ. რამუ. დერა. ვაიმე. კუდი გავიჩერე, შესამკლე, კუდი. გამოდი. დეიხი უკან, დეიხი. ხო, მოდი ასე თქვა. ბიჭო, დედო. ხო, დედო. მიგმე. წადი გადი ბიჭო გარეთ რა. არ დაიცე, არ დაიცოდე შეკიდა, ფერვე იცეს თუ ვერთან. რა მოხდა? ნახე. ანუ პირველად რა ცოცხალის დაეკე. იცი ვის ძამს გავს? უიმედი. უხუნავს ძამს. აქვს გავსა ბიჭო. ოღონდ უბრალოდ აი ამის თავზე კონსტრუქცია არ მომეწონა. მოდი, გავიხედე აქეთ, რა კონსტრუქცია, რქები ქვია ბიჭო. დედა რაღა ვქნა. ხები ქები. რატო აქ და ქმარმა უღალა და დაადგა ქები თავზე? ჩაი. მერცხა. მე თქო, ხილბოსტანში ის მეიტანე, საქვია, მწვანილები და ისოდე ინახა საავარიო კიბებიდან ჩარბიზნელანელა ახლა. დოუკი მერის დადა. ფეხი დაიჭუ თავი. ჩადი გალო, ჩადი დედა, რა ბიზნეს ვარ? რა ბიზნეს ვარ? თავ. აუ მეტო, მალე დაასრულეს ის ბარი. რასის ვარ? ბიჭო, გამოდი მომეხმარე. თვალები დაბლა კიბერზე დევს. გამოდი. სიზმრის მკვლელება. მეცალა. გადაცემის პარტნიორია EcoFlow. დამუხტე ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ტექნიკა სახლში დენის გათიშვისას EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურის გამოყენებით.